ერთი დღე 2015 წლამდე რამდენიმე საათი ღარჩება ევროპის მოედანზე. დღეს ახალ გალა კონცერტი გაიმართება თბილისის მერის ინფორმაციით. ახალ კონცერტი 22 საათზე დაიწყება დედაქალაქის მთავრობის ორგანიზებით. თბილისში სხვადასხვა კულტურული და სპორტულ გასართობი ღონისძიება ეწყობა, მათ შორის იღის პარკში საშობაო ბაზრობები, საბავშვო კონცერტები, ასევე ფონების მოილერი, ასევე ჰოკეიში, ფიგურულ სრიალში, ასევე იღის პარკში მისხლტუმრებს 7 იანვრის ჩათვლით თოვლის ბაბუა და ელფები უმასპინძლებენ ერეკლე მეორის ქუჩაზე კი ნაძვის ხეების ფესტივალი იმართება. თბილისში საახალწლო ღონისძიებების მოწყობა 25 დეკემბრიდან დაიწყო და 7 იანვრამდე გაგრძელდება. შობას დედაქალაქში უკვე საშობაო მსვლელო ბაალილო გაიმართება. და როგორც ჩვენ რადიო მსმენელებს ვაუწყეთ, ყოველ 1 საათში ჩაგვერთვება სტუმარი. ამ შემთხვევაში დედაქალაქის მერი დავით ნარმანია. მოგესალმებით ბატონო დავით, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და 31 დეკემბერს რამდენიმე წუთს სწორედ ჩვენ გვითმოთ. ბატონო დავით, სანამ უფრო ვრცელ ინფორმაციას მივასწრით იმის შესახებ, რა იგეგმება, როგორ და რანაირად, მოდით შევაჯამოთ 2014 წელი, რით იყო დასამახსოვრებელი ეს დედაქალაქისთვის და რას გაუსვამდით ხალხს დედაქალაქის მერი კონკრეტულად, რა ფაქტებს გაიხსენებთ? პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ 2014 წელი ზოგადად ქვეყნისთვის და დედაქალაქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ ევროკავშირთან ჰარმონიზაციის თვალსაზრისით და გაფორმდა შესაბამისი შეთანხმება ასოცირების თაობაზე. მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა დედაქალაქში და დემოკრატიულად აირჩა ადგილობრივი ხელისუფლება, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში და უპრეცედენტოდ მაღალი ბარიერით, 50%-იანი ბარიერით ჩატარდა არჩევნები. მნიშვნელოვანი იყო დედაქალაქისთვის იმით, რომ საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტებს და პროგრამებს, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა ინიცირებული და ეს პროგრამები მომავალში აუცილებლად მოგვცემს შედეგს. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ საკმაოდ საინტერესო ჩატარდა თბილისობის დღესასწაული, სადაც ბევრი სიახლე იქნა წარმოდგენილი და ძალიან ისეთ თავისუფალ რეჟიმში და მოქალაქეებისთვის მისაღები ფორმით ჩავატარეთ თბილისობის ღონისძიება და მოვემზადეთ ახალი წლისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი წლის ღონისძიებები, რომელიც მიმდინარეობს და რომლის ნაწილიც ასევე წინ გველოდება ძალიან საინტერესო კონცერტის სახით, დაამახსოვრდება დიდი ხნის განმავლობაში ჩვენთან ამოქალაქე. ბატონო დავით, რისი გაკეთება შეძელით თქვენ გუნდთან ერთად და რისი ვერა? შეგიძლიათ ერთგვარად დადებითი და უარყოფითიც აღნიშნოთ, ბატონო დავით, ანუ დიახ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ გავაკეთეთ პროგრამული ბიუჯეტი, ანუ დეტალური და გამჭვირვალე ბიუჯეტი, რომელიც საფუძველია იმისა, რომ თითოეულ თანამოქალაქე მიცოდეს, რაში იხარჯება მათ მიერ გადახდილი გადასახადებით და ფინანსებული ფული. მნიშვნელოვანია ის, რომ აქტიურად დავიწყეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები და განსაკუთრებით საგზაო სამუშაოებს გამოყოფთ ის შემოდგომაზე 41 ქუჩაზე მიმდინარეობდა სამუშაოები, ბევრი მათგანი დასრულდა და ბევრი პროექტი მიმდინარეობს. დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი პუშკინის ქუჩაზე მხოლოდ მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით. აგრეთვე მნიშვნელოვანია ის, რომ რამდენიმე წინასაარჩევნო დაპირების განხორციელება უკვე დავიწყეთ. ეს არის დედაქალაქის დამწვანებასთან დაკავშირებული ნაწილი, ეს არის მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დაფინანსების გაზრდის. თუმცა დამეთანხმებით ბატონო დავით, პრობლემები რჩება დედაქალაქში, რასაც ალბათ თქვენც არ. და რა არის ის პრობლემები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად მიგაჩნია და გადადის 2015 წელს და თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აი ეს პრობლემა გადაიჭრას, რას გამოყოფთ? ანუ რას უნდა ველოდეთ 2015 წლიდან? პრობლემები რასაკურველი არ რჩება და ერთი ხელის მოსვლით ესეთი ყველაზე მსხვილი პრობლემების მოგვარება არის შეუძლებელი. ყველაზე მწვავედზე მაინც და ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად დედაქალაქში არსებულ საცდელს დავასახელებდი. ეს არის საკითხი, რომელიც ყველა ძალიან გვაწუხებს და ყველა ძალიან კარგად ვიცით, რომ ერთი ხელის მოსვლით ამ პრობლემის მოგვარება არის შეუძლებელი, მაგრამ ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ ერთის მხრივ საგზაო ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ, მეორე მხრივ სადაც დამატებით ჩარევა, საჭირო გზების გაფართოება და ასე შემდეგ ამ კომპონენტს მოვაწესრიგეთ, ეგრეთ წოდებული ჭკვიანი შუქიშნების პროექტი მიმდინარეობს და ესეც გარკვეულ
შედეგს მოგვცემ. დაახლოებით როდისთვის უნდა ველოდოთ ბატონო დავით, მაგრამ რა თქმა უნდა კიდევ აქტიური მუშაობაა დამატებით საჭირო, რომ გარკვეული თვალსაზრისით დავარეგულიროთ მოძრაობა და ოდნავ შევამციროთ საცობი, მაგრამ მანქანების რაოდენობის შემცირების გარეშე შეზღუდული სივრცის პირობებში, რაც ჩვენ დედაქალაქში გვაქვს, დედაქალაქის საცობებისგან გამწირთვა შეუძლებელია. გასაგებია ბატონ დავით და რას უნდა ველოდოთ დღეს დედაქალაქში? ჩვენ აღვნიშნეთ, რომ 22 საათზე დაიწყება სახალხო კონცერტი და მთელი რიგი ღონისძიებები. ძალიან საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი დედაქალაქში, გარდა იმისა, რომ რიყის სივრცე და აგრეთვე რუსთაველის გამზირზე ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იკრიბება ბავშვები, მშობლები და ასე შემდეგ და არის მთელი რიგი სპორტული გასართობი ღონისძიებებისა. დღევანდელი დღე გამორჩეულია იმით, რომ ძალიან საინტერესო კონცერტი გველოდება, რომელიც 10 საათზე დაიწყება, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრების მონაწილეობით. 12 საათზე ტრადიციული მრავალჟანრი იქნება და ფეიერვერკი, რომლის შემდეგაც გაგრძელდება კონცერტი ასევე კონცერტი უპრეცედენტოა იმით, რომ 3 სცენაა ერთმანეთის გვერდზე და ესეთი მასშტაბური სანახაობა და კონცერტი არ ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში და სცენები ერთმანეთს ენაცვლება, რათა უწყვეტ რეჟიმში გადაბმულად ჩატარდეს კონცერტი დედაქალაქში. პირდაპირ ტრანსლირება იქნება და ეს კონცერტი მხოლოდ დედაქალაქისთვის არ არის განკუთვნილი, ბუნებრივია მთელი საქართველოსთვის განკუთვნილი კონცერტია. შესაბამისად, რადგან კონცერტი გვიანობამდე გასტანს, ანუ მინიმუმ 3 საათამდე, ჩვენ გავითვალისწინეთ მუნიციპალური ტრანსპორტი, კერძოდ კი მეტრო 4 საათსა და 30 წუთამდე იმოძრავებს და ღამის განმავლობაში იქნება უფასო, ისევე როგორც საბაგირო რიყენარიღალას ტერიტორიაზე 11 საათიდან, საღამოს 11 საათიდან გაგრძელდება 3 საათამდე მისი მოძრაობის განრიგი და ასევე იქნება უფასო, რათა ესეთი დღე ვაჩუქოთ ჩვენთან ამოქალაქეებს და დაწუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე დაამახსოვრდება თითოეულ მათგანს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით, რომ ჩვენთან ერთად იყავით და გააცანით როგორ ჩაივლის დღევანდელი საღამო 31 დეკემბრის გამოყავით ის ფაქტები და მოვლენები, რომელიც დაასამახსოვრებელი იყო და რა თქმა უნდა მინდა წარმატება გისურვოთ, რადგანაც პრობლემის აღმოფხვრა თითოეული ჩვენგანზე გადის და შეიძლება ითქვას გვინდა წარმატება გისურვოთ პირველ რიგში თქვენ, რომ თქვენ გუნდთან ერთად ის პრობლემები და ის გეგმები, რომელიც დასახული გაქვთ 2015 წელს, აუცილებლად განხორციელდეს. ძალიან დიდი მადლობა. დამდეგ ახალწელს გილოცავ და გემშვიდობებით. წარმატებების და ბედნიერების წელი ყოფილიყო. დედაქალაქის მერი დავით ნარმანია იყო ჩვენი საინფორმაციო გამოშვების სტუმარი. მე კიდევ ერთხელ